მეგობრებო, დღეს ბაზონეთიდან გამომიგზავნა ჩემო გამომწერმა სოკო, გურის ორიგინალი სოკო, ნამდვილი. გავამზადოთ, ნახოთ რა გამოგვივა რა. ნახევარ სოკოს გავაკეთებ ღუმელში და ნახევარი ოსტრის. ძალიან მაგარი ხო რა გამომივა, რომ იცოდეთ, კემერიელი ძალიან მაგარი. ცოტა მარილი მივაყარო. კარგი გულკოცოთ ცოტა. გენაცვალე რა მაგარი. ახლა დავადოთ სურგონი. გენაცვალე. ახლა ჩავდოთ ღუმელში. ესთვის დავჭირდება ხახვი, დავჭერთ ხახვი. ბულგარული დავჭერთ შუაში. დავჭერთ წვრილად. დავჭერთ სოკო შუაში. ესთან ერთი დავამატოთ. თუშოთ ხახვი და ბულგარული ჩავყაროთ. და ხახვი. გურიოთ. ახლა ჩავამატოთ სოკო. ცოტა დავამატოთ მარილი. შურიოთ ცოტა შუაშოთ ზენი. დავამატოთ ტომატი. მივხვდება. დავამატოთ კიდე პომიდორის ზენი. სამ გამზადება სოკო, გავამზადოთ წვანილი და ნიორი. დავამატოთ შავი წიწაკა. დავყაროთ ცოტა წითელი წიწაკა. დავამატოთ წვანილები. ნაცვალე. ჩვენი კერძი ძათა. რა გამევიდა ნახეთ, შენ გენაცვალე. ზადა ჩვენი სოკო. ხო? აშინჯოთ. ძალიან მაგარი გემია. ხორცივი, ძალიან მაგარია, საღო. ახლა გავშინჯოთ ჩემი გამზადებული ოსტრი. გავშინჯოთ ეს სულ ჭამა. რა მაგარი ყოფილა ოსტრი. ძალიან გემრიელია მეგობრებო. კარგად იყავით, მაგრა და ჯანმრთელად იყავით 100 წელი. გენაცვალეთ თქვენ ყველას. ძალიან მაგარია. ღვინოა. იმენა ქართული ღვინოა, მეგობრებო, საქართველოს ღვინოა. ძალიან გემრიელია.